Tadzma დატუაშვილებს მზრუნველობას მოკლებულთა თავშესაფარში 10 წლიანი ცხოვრების შემდეგ საკუთარი ბინა ექნებათ. ნანუკას შოუმ საქართველოს ლატარიის კომპანიასთან და ვისოლთან ერთად უდედმამო ბავშვებს ქალაქ რუსთავში 3 ოთახიანი ბინა შეუძინა. დატუაშვილებს ბინის მოსაწყობა თავაჯი ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთებიც გადაეცათ. Გადმოგცემთ ბინის გასაღებს, გილოცავთ ბავშვებო. Tadzma დატუაშვილების ოცნება ასრულდა. თავშესაფარში 10 წლიანი ცხოვრების შემდეგ ბავშვები საკუთარ ჭერქვეში ცხოვრობენ. ქალაქ რუსთავში 3 ოთახიანი ბინა უკვე დატუაშვილებისაა. ბავშვებს ბინის მოსაწყობად ავეჯი ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთებიც გადაეცათ. დატუაშვილები ახლა უკვე საკუთარი სახლის მოწყობაში მონაწილეობას თავად იღებენ. 10 წელია ოცნებობდით ქოლოდათ ბინა და შევსულიყავით გვეცხოვრათ. მე და ჩემ და-ძმას სულ ვოცნებობდი რომ ჩემი საკუთარი სახლი მქონდეს და ეხლა შევეცდები რომ კაი სახლისი ვიყო. ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო. დედამ და ბებიამ 6 შვილი გააშვილა. 4 მათგანი კოჯრის ბავშვთა სახლში მოხვდა. ახლა უფროსი და სრულწლოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავშესაფარი უნდა დატოვოს. უდედმამო დარჩენილმა ბავშვებმა ტრაგიკული ისტორიის დეტალები პირველად ნანუკას შოუში გაამხილეს. აქ ძალიან პირობები ძირს ვიწექით ხოლმე და მე მასწავლებელი მოვიდა ჩვენი და წავიყვანა ბავშვის სახლში. გვინდა რომ ჩვენი ის ქონა ჭერქვეში ვიცხოვროთ და ჩვენი და-ძმათან ერთად რა ვიცი ძალიან ჩემთვის არის მაგარი რომ ვიცხოვრებთ ერთად და სახკარი გვექნება და რა ვიცი იმ ბავშვთა სახლში არ მინდა რომ წინა უკან ვიარო სხვადასხვა ბავშვთა სახლებში. მინდა დიდი მადლობა უთხრა მთელ ჩემო შემოქმედებით ჯგუფს, იმიტომ რომ ისინი დამთანხმდნენ ერთ რამეზე. ამ ადამიანებმა თანხმობა განაცხადეს იმის თაობას და სურვილი რომ ამ ბავშვებს უყიდონ ბინა. 4 ბავშვის საერთო ოცნება 3 კომპანიამ და ნანუკას შოუმ აასრულა. დატუაშვილების უდედმამო ოჯახს სახლის საქართველოს ლატარიის კომპანიამ, ვისოლმა და ფონდ ცისკარმა უყიდეს. დირექტორთა საბჭომ საქართველოს ლატარიის კომპანიის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიგვეღო ჩვენ წვლილი შეგვეტანა იმაში, რომ ამ ბავშვებს გაუადვილოთ, ასე ვთქვათ, ცხოვრება. მე არ ვიცი, როგორ უნდა გაუადვილდეს ბავშვებს, რომლებიც დედმამა მიატყობა ესეთ ადრეულ ასაკში და 4 ბავშვი ესე თავიდან იწყებს ცხოვრებას, მაგრამ უკვე როცა ბინა აქვს ადამიანს, უფრო აქედან დაწყება უფრო ადვილია. ფონდის გამგეობამ გადაწყვიტა მცირედი წვლილი შეეტანა ამ ბავშვების კეთილდღეობაში, რაც მართლა მნიშვნელოვანია მათთვის და შემდეგ საზოგადოებაში ადაპტაციისთვის. და გადავწყვიტეთ ეს მცირედი წვლილი შევიტანოთ. კომპანია ემბაუდი ბავშვებს დაეხმარა 2 ადგილიანი საწოლით, ასევე ვაჩუქეთ სამზარეულო, ასევე შემდგომში გადავწყვიტეთ რომ დაგვემატებინა გარდერობი, შესაბამისი ტუმბოები საწოლისთვის. ვისოლმა და ქართულმა ლატარიის კომპანიამ მისცა საშუალება შევეძინათ მათთვის სახლი, სადაც დედმამიშვილები შეძლებენ ერთი ჭერის ქვეშ იცხოვრონ. ბავშვების კიდევ ერთი აუხსნელი ოცნება ბებიის მიერ გაშვილებული კიდევ 2 და-ძმის პოვნაა. თუ ესეც ასრულდება, მაშინ რუსთავში ამ სახლში ტრაგიკული ისტორიის კეთილი დასასრულის მქონე 6 ბავშვი იცხოვრებს.